პატრიარქი მოსახლეობას საშობაო ეპისტოლეში მოუწოდებს, რომ სხვა მცნებებთან ერთად ყველაზე უპირატესი სწავლება აღასრულონ და ადამიანი ისე შეიყვარონ, როგორც საკუთარი თავი. უწმიდესის განმარტებით ადამიანს სიკვდილის ცოდვების გამო ეშინია. დამონებული სული უფრთხის ღმერთთან შეხვედრას. უწმიდესმა ყურადღება გაამახვილა ამპარტავნებასა და ეგოიზმზეც. ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისაგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველ მშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა. ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა, საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმმა შეცვალა. ბოროტი ძალისაგან თავს მოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა მე განსაკუთრებულად დომინირებს. ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას. ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი ან უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული. ჩვენი ამ მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარმართოთ. ამასთან ჩვენი მოწოდებაა ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისათვის მოვიდა ამ ქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი. ამიტომაც სხვა მცნებებთან ერთად უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა. შეიყვარე მოყვასი ვითარცა თავი თვისი.